სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის ასულისაითა. ბავშვური სიხარულით ივსება ჩემი სული, რომ კიდევ ერთი მონახულება მოხდა ღვთისმშობელ მარიამის მიერ ჩვენ ცოდვილთა და ულღისთან. მხედველობაში ყავს ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ მარიამისა, რომელიც ახლად გამოწერილია ჩვენი 4 ტაძრისთვის, რომელსაც ჰქვიან სახელდებით ყოველთა დედოფალი, ანუ პანტანასა, სიმსივნეთა კურნალი, მაგრამ იგი კურნალია არა მარტო სიმსივნის, არამედ მრავალთა სხვათა, მათ შორის სულიერთა დიდი შეწევნა წინაშე თავისი ძისა და ღვთისა ღვთისმშობელ მარიამს. ეს მისი მონახულებანია. ყველა ის სასწაულები, კურნებანი, თეოფანია გამოცხადებები და მათ შორის წმინდა ხატები, სასაუთმოქმედი, რომელიც კი ქვეყანას ამასზე და გამოვლენილა თიური სულძელებითა და გასწმოყარებით ღვთისმშობელ მარიამის მიერ და მათ შორის როგორც ვთქვით, წმინდა და სასაუთმოქმედი ხატები. ქონდა სიხარული 2000 წლის დასაწყისში ჩვენს რამოდენიმე სულთან ერთად ყოფილიყავი წმინდა მთაზე, რომელიც ესევე როგორც ღვთისმშობელ მარიამის ისევე როგორც ივერია ღვთისმშობელ მარიამის წილხვედრი არის და მათ შორის ვიყავი ტაძარში 20 სალანეში, რომელიც მნიშვნელობითა და რიგით მეორეა ვახტობედის მონასტერში, სადაც ორიგინალია ამ წმინდა ხატის დასვენებული ყოველთა დედოფლისა და მელოცა ცოდვილს. როდესაც ჩვენ დაუჯდომელის გალობა დავიწყეთ, ჩემ და უნებურად ჩემს სარწმუნოებრივ ცნობიერებაში იფეთქა ბიბლიურმა რემინისცენციამ. მას ჟამსაშინა, როდესაც შეჰქონდათ, ესე იგი წმინდა ქალაქში კიდობანი უფლისა, როგორ ბავშვით ხტოდა და კრთოდა დიდი მეფე დავით წინასწარმეტყველი. ეს იმდენად ყრმებრივი იყო და მიამეტური, რომ თვით დედოფალმა დასინა მას. როგორც ბავშვი კრთიო, ამ დროს მეფე ხარ, სახე ხარ ერისა, გიმზერებ, მას არ შეეძლო გაეგო იმ შინაგანი სიხარულისა, რომლითაც აფსილი იყო დავით მეფე ღვთიური დიდების და მისგან მონახულების გამო. ესევე როგორც დღესაც მართალია ეს ხატი კვირა დღეს ვაკურთხეთ საღვთო ლიტურგიის შემდგომ და პირველი პარაკლისი, მცირე პარაკლისი აღევლინა მის წინაშე, მაგრამ დღეს ასე ვთქვათ უფრო სისავსით და დაჯერებით ვილოცეთ ესე იგი მისი დაუჯდომელის საგალობელის მიერ. მე გითხრათ სიმართლე არ მეგონა დღეს რა არის და სადაგითხე ამდენი თუ მოვიდოდა თქვენგან სხვადასხვა სამრევლოებიდან, მათ შორის ჩვენი მრევლიდან. მართალია კვირას გამოვაცხადეთ წირვის შემდგომ, რომ პირველი დაუჯდომელი აღევლინებოდა ამ დღეს 4 შაბათს, მაგრამ არ მეგონა გითხრათ სიმართლე, რომ ეგევით არის სიმრავლე იქნებოდა თქვენი მორწმუნე ერისა. მადლობა და დიდება უფალს. ესეც ღმერთის დიდება, ესეც მისი ყოვლადწმიდა დედის დიდება, ესე ჩვენი ცხონებისათვის არის ღვთისაგან მოვლენილი და დაშვებული. როგორც გითხარით ორიოდე ქადაგებისა საუბრის წინ, გულითადი სურვილი მაქვს, ძველ ქართულად ამას მურაზი ქვია, გულის მურაზი, რომ შეიქმნას კიდევ არაერთი სასაუთმოქმედი ამ ხატისა. შემდეგი იქნება, როგორც გითხარით, ბარძიმის შეუსმელი, მერმე დავიწყერა თარგმნა დაახლოებით 21-22 ხატში ამოვარჩი განსაკუთრებულად სახელგანთქმული, ასე ვთქვათ, ხატები და სასაუთმოქმედი ღვთისმშობლისა. დავიწყეთ ესე იგი დაუჯდომელის თარგმნა სლავურიდან წარწმედულთა მოძიება. ეს განსაკუთრებულად მძიმე ცოდვილებისათვის აღევლინება, ეს დაუჯდომლება საერთოდ ყველანი ცოდვის ქვეშა, ყველა საჭიროებს კურნებას სულისა და ხორცთა ითანაბრა. და ღვთისმადლით მერმე შეიქმნება ასევე ხატი წარწმედულთა მოძიება. შემდეგი ერთ-ერთი უპირველესი იქნება მე ვარ ღვთისმშობელ მარიამის ეს ხატი და ასე შემდეგ, რამდენადაც ღმერთი შეგვეწევა. დღეს თქვენ სარწმუნოებასთან სურდა საუბარი შესახებ იმისა, რომ ღმერთი, რომელიც ამ სოფლად მოვიდა გარდამოხდა ზეციდან დედამიწაზე ჩვენი საცხოვრებისათვის, მოვიდა პირველყოლთა წარწმედულთა და ცოდვილთა მოძიებად და ცხონებად. როგორც უფალ მერტკერძო საუბარში დასწინა, მართალი ისედაც ცხონდება, ანუ ის მადლი, რომელიც ღმერთმა მისცა, მას აცხოვრებს. თუმცა აქვე მინდა დავსინო, რომ თავით ვიცით ვერავინ ვერ ცხონდება. რაოდენ წმინდათაც არ უნდა იცხოვროს, ღმერთის შეწევნის გარეშე ადამიანს ცხონება არ დაუსწრებს. ვერც იქნება წმინდა მისი შეწევნისმე გარეშე.
მე მეცად გეტყვით ესაია წინას 13-დან ანგელოზებზე ამბობს უფალი, რომ მათი სიწმინდე არის ის ჩვარი, რომელიცაც დედაკაცი ხმარობს წიდოვანებაში. დედათა წესის დროს რომ ხმარობს ჩვარი, რომელიც სისხლში და ესე იგი არის ამოვლებული და სველი, აი ეს არის ანგელოზების სიწმინდე, ღმერთთიური სიწმინდის წინაშე. თუ ეს ითქმის ანგელოზებზე, ჩვენზე რაღა უნდა ვთქვათ? ჩვენ უნდა ვთქვათ ის, რაც უფალმა გვასწავა, მატლ და არა კაც. და დიდება უფალს, რომ მას ნებავს ჩვენაირი მატლის ხონებას. რატო? პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ქნული ხელთა მისთანი ვარ, მისი შექმნილები ვარ. ეს მისი ქმნილება არის. მას უყვარს თავისი ქმნილება, რადგან სიყვარულით ქმნით და არარაობისაგან ცასა და ქვეყნას, არა მარტო ადამიანს, ანგელოზსა და მათ შორის რა თქმა უნდა ადამიანსაც. მეორეც იმიტომ, რომ ის არის ბუნებით სიყვარული. არ შეუძლია არ უყვარდეს. მეტადრე თავისი ქმნილება და არა უბრალოდ ქმნილება ადამიანი მისი შესაქმნისა, არამედ ადამიანი არის გვერდვინი ამ შესაქმნისა. ყველაზე მეტად უყვარს მას ადამიანი. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი განთიადის ვარსკვლავი ლუციფერი, რომ ესე გაუუცხოდა ღმერთს და გაემტერა. მან იგრძნო, რომ ადამიანი განსაკუთრებულად უყვარს ღმერთს. ესე იგი, როგორი ღირსება მოხდა, როგორი დიდებით შემოსა უფალმა პირველშობელთა სახით, რომ არა მარტო სული, სხეულიც კი ღვთის დიდებაში იყო ჩვენი და იყო უხსნელი და უკვდავი და როგორ დავშორდით ღმერთს, რომ ჩვენი სხეულიც ხრწნადი გახდა ცოდვით დაცემის შემდეგ და სულის კვდება, თუ კი წმინდა თარეცხორეს ქრისტეს მაღალი და ნეტარი მცნებებით. წადით და ისწავლეთ, ამბობს უფალი, წყალობა იმნებავს და არ ამსხვერპლი. დღეს 1000 სისულელით, აბსურდით, ესე იგი, გართულ ადამიანს და დაკავებულს აღარ უნდა იფიქროს არც შემოქმედ ღმერთზე, არც საკუთარი სულის უკვდავებაზე და არაფერზე, რაც ღმერთს უკავშირდება. რადგან თავადი ამ სოფლისა, სწორედ ჩვენ გახსენებული დაცემული ანგელოზი ლუციფერი ყველანაირად ცდილობს, როგორც უფალმა თქვა და იაკობ მოციქულმაც, გარდა მოხდა ვითარცა ელვაი ცით-გამო და მიმოვალს და როგორც ყვირალი ლომი და ეძებს ვინშთან დგას. ესე იგი, დღე-დღე გამუდმებით იქიდან აქამდე დაცემიდან დღემდის და გავიდა ათეული საუკუნები, სულ იმის მცდელობაშია, როგორც დაღუპოს ადამიანი. ის არ იღლება. ის ეციური ძალი იყო, ანგელოზი იყო, როგორც მინდა განმარტავენ, მას წაართვა დიდება, როგორც უმაღლეს ანგელოზს, მაგრამ დაუტოვა ძალა. მას დიდი ძალა, დამანგრეველი ძალა, მაგრამ მისი დიდი ძალა არაფერი აქვს ღვთიური ყოვლადძლიერების წინაშე. და არა უბრალოდ ღვთისა, არამედ თვით ანგელოზსა და არა უბრალოდ ანგელოზთა, არამედ წმინდათაცა. წმინდანების წინაშეც წრის, აი აქ ჩვენ სადაც მამა გაბრიელის ტაძარში ვდგავართ, ხელმართლით ჩემთან ზემოთ დასვენებულია ხატი წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანესი და მოწამე იუსტინასი. მე მინდა გაჩვენოთ საგვარელო, ამაზე საგანგებოდ არ ვფიქრობ, უბრალოდ გონებაში ამომიტივტივდა ეს ხატი ამ სიტყვასთან კონტექსტში მიმართებაში, თუ როგორ დაამარცხა 14-15 წლის ქალწულად არა უბრალოდ ეშმაკის ანგელოზები, ათეულობი და ლეგეონობი, არამედ თავად სატანა ეშმაკი. ანუ მე ამ სიტყვის დასტურად მომაქვს ეს მაგალითი, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს, არ უბრალოდ წმინდანს, თვით მორწმუნე ადამიანსაც კი, რომელიც ჯერ არ არის შერაცხილი წმინდანებში და ცხონდება თუ არა ერთი ღვთიურმა განგებულებამ უწყის. მაშამსაშინა ერთ ქალაქში ცხოვრობდა ერთი ცნობილი მოგვი, კითხავი, გრძნეული, კვიპრიანე, რომელსაც უდიდესი გავლენა ჰქონდა მთელს ქალაქზე. თუ არ ვცდები, ილიოპოლი იყო ეს ქალაქი და ბევრი მიეშურებოდა მისგან, ჯერ კიდევ წარმართობა ჰყავდა, ქრისტიანული თემები არსებობდა, მხოლოდ ცალკეული და ისიც იდევნებოდა. და ესე იგი, ერთხელაც ერთ-ერთ გარყვნილი გულის ჭაბუკს, თავარს, დიდებულს, მოეწონა ერთ-ერთი ქალწული, სახით, ჰაბიტუსით. ესე იგი, და გადაწყვიტა, რომ მოენადირებინა. ის ფიქრობდა, რომ არანაირი დაბრკოლება ამ გზაზე მას არ ექნებოდა, მაგრამ შესწდა. ვერც ლიქნით, ვერც ქრთამით, ვერც საჩუქრების შეთავაზებით, ვერანაირად ვერ შეძლო მისი მოხიბლა.
ბოლოს იქამდე მივიდა თავის უგუნურებაში ეს თავადი, რომ შესთავადად ცოლად გაყოლოდა, მაგრამ კიდე უარი მიიღო, გაუგდა, არ იცოდა რა გაეკეთებოდა, საგონებელში ჩავარდა და იმოაგონდა, რომ მათ ქალაქში არის ვინმე გრძნეული კვიპრიანე, რომელსაც უდიდესი ძალაუფლება აქვს მინიჭებული, როგორც თავად ფიქრობდა ღვთისაგან, სინამდვილეში კი ეშმაკისაგან, რომ გავლენა მოეხდინა ადამიანზე და მათ თითქოს სვებეთზე და აი ერთხელაც იახლა დიდძალი ოქროთი შესთავაზა და სთხოვა, მხოლოდ ერთ რამეს სთხოვ, თუ ამ ქალწულს ვერ დამიმორჩილებ, ცოლად მაინც გამომყვეს. კვიპრიანემ ხიმილეთ ბაკეზე აღუთქვა დახმარება. ეს მისთვის არაფერს არ წარმოადგენდა, ასე ფიქრობდა ის. ასე განემარჯვებინა ადრეც მრავალჯერ სხვებზე და სხვებზე, მაგრამ ამჯერად შესტა. ჯერ ერთ ეშმაკს მოუხმო და სთხოვა, რომ სიბილწით აევსო ამ ქალწულის გული და ესე იგი დამორჩილებოდა იმ თავადიშვილს, მაგრამ ვერ შესძლო. შემდეგ მოუხმო ორს, სამს, თქვენ იცით რომ ეშმაკებიც არიან დაყოფილები 5-ეულებად, 10-ეულებად, 100-ეულებად, 5,000-ეულებად, 10,000-ეულებად, ლეგეონებად. ლეგეონი არის რამდენიმე ათასი, ესე იგი მრავალი ათასი. და ბევრის ბევრს. ყველას ლამის დაცალა ჯოჯოხეთი, მაგრამ ვერ შეძლო პატარა ნორჩი ყმაწვილის ცუნება. და ბოლოს მოუწოდა თავად სატანას და უთხრა, დაემუქრა. ესე იგი როგორ ახლო იყო ეშმაკთან, აი როგორც მე თქვენ გიმზირთ, ასე ხედავდა ის ეშმაკს და მის ანგელოზებს. თუ შენ არ შეგიძლია ამ ხარმის დამარცხება, მაშინ რატომ უნდა გცე თაყვანი შენ? და უბრძანა პირდაპირ სიშლეგეში ეშმაკს, რომ შებრძოლებოდა ქალწულს. ვერანაირად ვერ ზია თვით ეშმაკ. ეს რომ კვიპრიანემ შეიტყო, გაიტანა საჯარო საგრძნეულო წიგნები და დაწვა კოცონში. და თავად ჩუმად ღამით ქალაქის მცხოვრებთ რომ არ შეეტყოთ, ესე იგი მიადგა ამ ქალწულის სახლს. დარეკა კარებზე, ქალწულმა იკითხა ვინ იყო, უპასუხა, შეაყო კარები, შევიდა და კითხა ერთი რამ, რა ძალა გაქვს? შემიძლია მთელს ქალაქზე ვიმოქმედო. ყველა ეშმაკის ანგელოზე, თავად სატანაზე, მას თხოვო, ჩემი სურვილის ასრულება. და რა ძალა გაქვს ასეთი, რომ ვერას გზით და მათ მიერაც ვერ გძლიერ შენ. მაშინ დევნა იყო ჩვენი სარწმუნოების, ამიტომ ქალწულის დონდა და არაფერს ეუბნა, მაგრამ რა კი დაჟინებით ითხოვდა და მუხლზეც კი დაუდგა ამ ქალწულს, მაშინ კი არ დაახმარა და აღიარა. მე ქრისტეს მხევალი ვარ, მისი საზღვრა ვარ, საზოგადოდ ქრისტესელი ქრისტიანები დაწინდული ვართ ჩვენ ზეციურ სიძეზე, იესო ქრისტესზე. აი მაგალითად იგავიც მოგაგონდათ რა სიძის მოლოდინში 10 ქალწული რომ იყო და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით აქედან გამომდინარე, იგი არის სათათა ქვეყნის შემოქმედი, თანაარსი მამისა და სულიწმიდა ღმერთისა, შენ არ ძალით და არ ჩვენს თავარს ეშმაკს, ჩვენ ცოდვილი ძლევა. იმ ღამით სახარება უხადაგა უმთავრესი მცნებები ივლიტამ კვიპრიანეს. კვიპრიანესზე ძალზე იმოქმედა ღვთის სიტყვა. მან განაგდო გრძნეულებანი, დატოვა ეშმაკი და შეუდგა ქრისტეს. ქრისტიანი გახდა და იმდენად წარემატა სულიერ ცხოვრებაში, რომ მდელთავარის კი შეიქმნა ქალაქ კართაგენის, ესეთი დიდი ქალაქი იყო იმჟამად. და არა უბრალოდ მდელთავარი შეიქმნა, ეწამა კიდეს ქრისტესთვის, ანუ ქრისტეს უმაღლესი, უმწვერვალესი მცნება აღასვა. სულითვისი დასტვა ქრისტესთვის. და დღეს აქ ძალმოსილება ღვთისგან მიღებული, რითაც აცდუნებდა და იმორჩილებდა ხალხს, მათ ამისგან ანთავისუფლდა. მას აქვს კადრიერება, ესე იგი რომ ზნეულებისაგან, ჯადოქრობისაგან, ზნეულება იგივე ჯადოქრობაა, ჯადოსნობა, გაანთავისუფლოს ადამიანს თვითონ სარწმუნოებით. აი ხალხულსაც და თავად კვიპრიანეს. ამ ხატს რაც შეეხება აქ რომ არის მამა გაბრიელის ტაძარში დასვენებული, ეს ხატი შეიქმნა იმის გამო, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ძველმა სულიერმა შვილმა დიდუბის ტაძარში შემბრეული იყო, რომელიც ამერიკაში დიდხანს ცხოვრობდა, თითქმის 20 წელიწადი მეტი, დაბრუნდა ღვთისმადლით საქართველოში, უკვე რამდენიმე წელიწადია. გამომიგზავნა წმინდა ნაწილები, ჩვენს პატრიარქსაც გაუგზავნა რამოდენიმე მოძღვარს და მათ შორის მე როგორც ჩემ თავის პირველ მოძღვარს არაერთი წმინდანის ნაწილები ვივიღეთ. აი ლუკა მახარებელი გადმოიღებს, მათი მახარებლის ნაწილები, კლეოპასი, იოანე ნათლისმცემლის
ყველაზე დიდი სიწმინდე რაც მისი ხელით მივიღე ეს იყო ის მაგიდა რომელზეც ქრისტე მაცხვარმა სიონის ქორეცე თავდაპირველად აზიარა თავისი მოწაფეები შეიქმნა შესაბამისი ხატები ყველა ამ წმინდანების მათ შორის საიდუმლო სერობისა ჩასვენდა ეს ნაწილები იმ მაგიდის ნაწილი და დასვენებულია აღდგომის ტაძრის საკურთხეველში და განსაკუთრებულ დღეებში როცა მაგალითად დიდ ხუთშაბათს როცა დიდი სერობის ხსენება გამოსვენდება ხოლმე საბოლოო თაყვანისცემისათვის არც იცოდნენ დღეიდან რომ ეს ხატის ყვან კვიპრიანესი და იუსტინასი და აქ შეიძლება დღეს სამწუხაროდ როგორც იყო ნაწინასწარმეტყველები ბოლო ჟამს მაგრამ ეტარი პელაგია რიაზანელი ამბობს ბოლო დროს დიდად გავრცელდება ჯადოქრობა რა შორს წავიდეთ აგენ ტვინამღვრეული ხალხი რევოლუციონერები პირველი რევოლუცია სატანა იყო ესენი არიან მისი მოწაფეები ისიან თუ არ იციან უკვე აშკარად ოკულტურ რიტუალებს ატარებდნენ რუსთაველზე სადაც სისხლი დაითხა, სადაც იუნკერების საფლავია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის რომ შეეწირნენ და თავისუფლებისათვის, სადაც 9 აპრილს დაიქმნენ ქართველები, იქ დღეს ამ უკუღმართებმა ოკულტური რიტუალები აღასრულეს. აი სადამდეა დაცებული ჩვენი ერის ერთი ნაწილი. მაგრამ მეორე მხრივ დაუკვირდით რა კი სიტყვა მოიტანა საგვარელო. მე ხომ მათ ვეძახდი არადაცინით რა თქმა უნდა კონსტატირებას უკეთებდი სიმართლეს, რომ ესენი ჩვენ ვეძახიან მონებს იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ღირსებას შევინარჩუნოთ ქართული მენტალიტეტი, ტრადიციები, ოჯახი, სამშობლო არ იყოს არც ჩრდილოეთის დაპყრობილი და არც დასავლეთის. ალია და ჩალია ორივე თათარია. გელის შემჭამს თუ მგლისფერი რა ბედენაა, რა მნიშვნელობა არ უნდა შერჭამოს გონიერმა მგელმა, ესე იგი ეშმაკმა, რომლის თავის სრულ მოძღვრებებს ავრცელებს მათ შორის გლობალიზაციის და ეს სახით. თვით იქაც კი ამერიკას ხელისუფლება შეიცვალა, ესე იგი სიგიჟე უკიდურესობა და გარყვნილება უწოდეს, რასაც თავს ახვევდნენ, მაგრამ აი ულსაიდიდან ფული მოდიოდა მთელი ტრანშები ფულის რისთვის უკვე თვითონ ამბობს ამერიკის აწინდელი ხელისუფლება საზოგადოების გარყვნისთვის LGBT თემს უხათ ამარაგებდნენ ფულით და პროპაგანდა აგიტაციას იმიტომ უნდა პარადების ესე იგი გამართვა და ის არის მათი დიდი გამარჯვება იქნებოდა და გადაედებოდა ეს ახალგაზრდა ახლა მე და თქვენზე ისინი გავლენას ვერ იქონიებენ მაგრამ არ უყოთ ამ ახალგაზრდებს ჩამოუყალიბებელ ახალგაზრდებს ყრმებს გარდატეხის ასახში როგორც ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსი პლატონი ამბობდა ახალგაზრდა კაცის სული გავს სარიელ დაფას რასაც წააწერ იმას იტვირთავსო ანუ ქართულად რო თქვა სარიელ ქვებში რასაც ჩაასახებ იმას ამოგძახებს და ამ გავლენის მოპოვება უნდა რატომ სწორედ პირუყოლის ახალგაზრდებს იმიტომ რომ თუ ახალგაზრდებს დაიმორჩილებს იმერს მომავალი არ ექნება დიდი მცდელობები იყო ჩვენგან წარსულის დავიწყების გაშარժება ჩვენი დიდი მეფეების თამარის დავითის ვახტანგ გორგასალის ეს მასხარები გახსოვთ რა ფერა უცნაური დრო მოვიდა აი ნახეთ ის რომ გლობალისტები მართავენ სინამდვილეში ეშმაკის მსახური თევზ დედამიწაზე ესე იგი აბა თუ ქვეყნებს მოვლენებს წარმართავენ და სხვა საიდან ჩანს უკრაინაში დააყენეს მასხარა პირდაპირ შუტ პირდაპირ იგაგებით მასხარა იყო პროფესიით და დღესაც მასხარა ამერიკაში ჭუასუსტი ადამიანი კი არ დავცინე ასე კიდე იყო ჭუასუსტი დემენცია ჰქონდა დაწყებული ვერ დადიოდა წესიერ ყოველ სამნაბიჯში ეცემოდა ავისხლებოდა საფუნა გასულიყო ეგრეთ წოდებული სიტყვის შემდეგ რომელიც ხშირად ეწერა დახაზული ჰქონდა სქემები რომელ კარებში გასულიყო გამოსვლის შემდეგ ამით რასაჩვენებდნენ გლობალისტები რომ ეს არის ფორმალობა პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი ჩვენ მართავთ მოვლენებს აი თუნდაც მასხარას მიერ ამ ჭუასუსტის მიერ და ასე შემდეგ და აქ ჩვენთან წააწყდნენ სრულიად მოულოდნელად სადაც თურმე დახარჯეს უკვე 42 ბილიონი დოლარი წინააღმდეგობას ესე იგი ამ ხელა ფული დახარჯეს და ხელიდან ეცლებათ ქვეყანა გავლენა საბოლოოდ ვერ მოიპოვეს რატომ კიდევ გითხრათ შეგახსენებთ რაკი მორწმუნეები ხარ წმინდა მამათა წინასწარმეტყველება ბოლო დროს ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაშიც იქნება ხანმოკლე ბრძოლა ანტიქრისტეს რეჟიმი რო დამხარ ამ პროცესში ვართ რომ იცოდეთ თქვენ გამოიღვიძეთ მაგრამ როგორც ასეთი სატანა წარმატებას საბოლოოდ იქ ვერ მიაღწევს აი ეს მოხდება აქ თქვენ რომ იცოდეთ ისეთი დღეები დაუდგებათ ჩვენს მტრებსაც დასავლეთსაც და ჩრდილოეთსაც თავი თავად ექნებათ გადასარჩენი
ისინი ეტლებით, თუნებით, მზაკრობით, ულტრათანამედროვე იარაღებით, დოლარებით, ევროებით ჩვენ უფლის ღვთისა ჩვენისა სახელით ავსდებით და აღვემართეთ. აი ზეციური დედოფალი, ჩვენი საფარველი. ეს ინასარმეტყველება ეკუთვნის ლავრენტი ჩერნიგოველს. ეს უკაცრავად. იტყვიან რომ ჩვენ რუს წმინდანებს არ ვაღიარებთ. რუსოფობები არიან. კეთილი. მე მინდა დაგიზუსტო გაუნათლებელო რომ ლავრენტი ჩერნიგოველმა კი არ წარმოთქვეს წინასწარმეტყველი ლავრენტი ჩერნიგოველმა წაიკითხა ეს მოისმინა და ჩაიწერა ვისგან მოისმინა ემუქ წინასწარმეტყველი ეჩვენა მთელი ღამე საუბრობდნენ მასა მონოზონი უსმენდა ქვედა სართული და მთელი ღამე აშკარად ეჩვენა არა ზმანებით და არა სიძვრეულად მთელი ღამე მართალი ემუქი და იოანე ორი ყველაზე უფრო დიდი წინასწარმეტყველი გამოეცხადა მას და ესაუბრებდნენ ბოლო შანს რა მოვლენები განვითარდა მათ შორის რუსეთში დასავლეთს რა დაემართება და იქვე ახსენეს ღვთისმშობლის წილხვედრ იბერიანი. რატო გადარჩება? როგორი დიდი ესე სუპერ სახელმწიფოების დაწოლის ქვეშ არის და მაინც ფეთქავს დღეს ქართული გული. ქართული შეხედულებებით, სარწმუნოებით და ესე შემდეგ. მოკლედ უშუალოდ მამული ენა სარწმუნოებით. დაგვიფლიტეს თუ დაგვიგლიჯეს საქართველო და ქართული სული და გული ის მაინც ფეთქავს, სოციალია და გადარჩება. ღმერთის არაფერი შეუძლებელი არ არის. ხოდა ეს დიდი წინასწარმეტყველები გამოეცხადნენ, ანცნეს მათ შორის და რატო გადარჩებაო? თავად განმარტეს, რადგან ამ ხარეს ღვთისმშობელი მარიამი იცავს. თქვენ იცით საყვარელო ვინ არის ღვთისმშობელი მარიამი. აი ჩვენ გასულ ქადაგებებში გაგვით ვახსენთ მათ შორის ღირსი ეპისკოპოსის ილია მინიატის თხზულებიდან, ხობილიდან, ქადაგებიდანაც კერძოდ რომ წმინდანების ლოცვა უფალმა ღმერთმა შეიძლება შეისმინოს, შეიძლება არ შეისმინოს, თავისი დიდი სიბრძნით უცხის, მაგრამ რაც შეეხება ღვთისმშობელ მარიამს, ის მოვალეც კი არ რომ დედის სურვილი შეისმინოს და აღასრულოს. გესმით ვისი მფარველობის ქვეშ არის. თორემ ჩვენ წინაპრებს ახოვანება, გმირობა, ვაჟკაცობა, სამხედრო გამოცდილება, თქვენი ხრიდოლი და მრავალი სხვა მქონდათ, მაგრამ ამან კი არ გადაარჩინა. პირველ ყოვლისა ღვთისმშობლის მფარველობა. კონკრეტული მაგალითები სხვა ქართლის ცხოვრებიდან შემიძლია მოგიყვანოთ. მოგოლებს რომ წაყვანილი ყავდა 12000 ქართველი საომრად როგორ გადარჩნენ. უცხეთ თესლმა მოკლა მათი წინამძღოლი კარავში ჩუმა ტყავი ქართველებს და რატო დაბრალდათ ქართველები? იმიტომ რომ ყველაზე მამაცი და ახუანიერი უამრავი დაპყრობილი ხალხები ყავდათ მონღოლებს ქართველები იყვნენ და მხოლოდ მათზე მიიტანეს ეჭვი. მათ ქონდა დიდი სამხედრო რჩეული იყო ჩვენი მხედრობისა ის ქართველობა 12000 შეეძლოთ სიცოცხლის უკანასკნელ წუთანდის ებრძოლათ. მაგრამ ეს არა იმიტომ რომ ლაჩრები იყვნენ. არამედ პირველ ყოვლისა მიმართეს იმას ვისაც შეეძლო მათი დაცვა და დაფარვა. ბასილი დიდი საუნს კეთილსა იქ თუ ყოველ საქმეს ლოცვით დაიწყებს ქრისტიანთა ლოცვით წარმატება ექნებაო. ყველა როგორც ერთი გარდამოხდა ცხენიდან მუხლი მოიყარა აღმოსავლეთისკენ, აღაპყრეს ხელები და წარმოთქვეს ეს ცნობილი ლოცვა. მოწყალებისა კარი განვიღე კურთხეულო ღვთისმშობელია, რათა რომელი ესე შეგესალ არა დავესწრეთ, არამედ განვერნეთ წინააღმონთა მტერთაგან, რამე თუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. მოხდა სასწაული. როდესაც მათ ილოცეს, იქ ლერქაშებში ჩამალული იყო ნამდვილი მკვლელი. გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი და აიძულა, რომ გამოსულიყო. აიძულა როგორ ძალით კი არა. აი ხომ ხედავო შენს გამო რამდენი მართალი სული უნდა მოწყდესო და ისეთი დიდი გავლენის ქვეშ მოექცა, ისეთი თავდავიწყებაში ჩავარდა, ადგა და რასაკეთე და ხეირიანთ არცით გამოვიდა ლელქაშებით და დაიწყო ყვირილი, ძახილი. მე ვარ რომელმან მოვკალი თქვენი წინამძღოლი. დაფლით ეს მონღოლებმა ის, ქართველებს ბოდიში მოუხადეს. აი რა ძალა აქვს ლოცვას, აი რა მფარველობა აქვს ღვთისმშობელ მარიამს და რამდენჯერ ყოფილვარ რომ ლომები მოდიოდნენ ჩვენზე იმპერიები და ღვთისმშობელ მარიამის გადარჩენა. იგი წარმოგზავნიდა ხშირად ამა თუ წმინდას მათ შორის დიდგორში ჩვენი დიდი მოწამე ძლევა შემოსილი კაბადოკიელი ქართველი წმინდა გიორგი წარმოგზავნა და რა მოხდა თქვენ გახსოვთ. თავად თურქები ხედავდნენ თვალნათლივ რომ ქართველების წინ მათ სათავეში იბრძოდა დიდმოწამე გიორგი. და ძლევამოსილი
გამარჯობა ძლევა ის საკვირველი როგორც ქართლის ხორ გამოწოდა მოიპოვეს მათ აი ვის უნდა მივხვდეთ აი ვის უნდა მივხვდეთ აი ვის იმედი ეს დაკნინებული ღვთისგან გაუცხოებული ფულის მონები ქართველები დღეს იმედს ამხარებენ ზოგი რუსეთზე ზოგი ამერიკაზე ეს არასწორია ანგარიში უნდა გავუწიოთ ამ ძალებს მაგრამ არ უნდა დავემონოთ არც მათ იმედზე ვიყოთ მათ არც მალავენ თავიანთი გეოპოლიტიკური სტრატეგიული და ასე შემდეგ ესე იგი ბიზნესები შერაში ჭირდება შეიძლება მუშახელად დაგიტოვოს აქ თავისი განცხრომისთვის და უკიდეც ეს გეგმები 10 მილიარდი მოსახლეობის 1 ოქროს მილიარდს ეძახენ ოქროს მილიარდზე ჩამოიყვანონ არ მინდა ამაზე გამწვით ლაპარაკი არაერთხელ გვისაუბრია მაგრამ ზოგიერთისთვის ისია ეს საუბრები ჩემი თუსვის შეაყარე კიდეც სერჩი მაგრამ ეს ჩვენ ნირს არ წაგვიხდეს სანამ ცოცხალი ვარ ღვთისმადლით მე ჩემით არც არაფერი შემიძლია სიცოცხლის ბოლომდე ვიქადაგეთ ჭეშმარიტებას და იმას რაც განმზადდა ღვთისმშობელმა მარიამმა თავის წილხტომ პირველი წილხტომი ქვეყანა აი მოთხიდა ივერიას აი ვისი იმედი უნდა ქონდეს აი რისი იმედი უნდა ქონდეს ფულის იმედი აგერ ფული შეგიძლია ტრაპმა მოაწერა ბრძანებას ხელი 3 თვე ეს დაფინანსება შეწყდება საქართველოში გახედეთ ქუჩაში როგორც შეცირდნენ ისინი ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს რომ ისინი არიან ფულის მონები ფულის გამო გამოდიან და ქვეყანას ზიანს აყენებენ ეხლა ცენტრალური მაგისტრალების გადაკეთება უნდა დააკნინონ ეკონომიურად და ასე შემდეგ ამაოა მათი მცდელობა სირცხვილი მათ ამ ქართველებს ღმერთმა გულისხმა მისცეს და სინანული ამაზე უკეთესი რა უნდა უსურვოთ ჩვენ მორწმუნეებმა უწყნო ნაწილს ჩვენი ერისა კაი არის ის სახარება არახარ მორწმუნე ისტორია მაინც აიკითხე რამ გადაგვარჩინა მაგრამ ისტორიასაც აბუჩად იგდებენ მაგრამ რა არის არანაირი ოპერაციები არ მოვხრის შენში შეუფერებელ გულისხმ მათ შორის გემოთმოყარების და ნაკროვანების ეს მორალურად ზნეობრივად უნდა დაამარცხო რატომ კიდევ იმის გამო რომ ეს ადამიანი რომ გარდაიცვლება ეგ იქნება მე თუ სხვა თუ აქვე არ დავამარცხებთ გულის სიტყვებს სული რომ დატოვებს სხეულს სხეულის თვისება სოდოს ის ითხოვს ამას სოდვით დაცემის შემდეგ სხეული დარჩება მიწაზე გაიხრწნება სული წავაიქდა რას წაიღებს თან რაც ქონდა მთელი ცხოვრების განმავლობაში გემოთმოყარების გულის სიტყვები სიძვის აპარტავნების მრისხანების განკითხვას ეს ყველაფერი გახვება რატომ იტანჯება იქ ჯოჯოხეთში იტანჯება პირველ ყოვლისა და არა მარტო ამიტომ რა თქმა უნდა იმის გამო რომ გულის სიტყვები გაყვა აქ სურვილი მაგალითად ბევრი ჭამოს მრავალფერი ჭამოს ხორცი აღარ აქვს და ვერ იქმაყოფილებს იტანჯება ამიტომ თქვენ თავზე ხო გაგიცდიათ რაღაც რო ჩაგიფიქრებიათ გინდა ძალიან და სიგიჟემდე მისულხათ როცა ვერ იღებთ მე მინახავს ასეთების მათ შორის ტაძარში მოსულები ვიშველი რამეო მამაო გამოტყდობია არ შემიძლია გათავისუფლე არა და ვხვდები რომ უკვე ვიждები მე მგონი ჭყვიდან გადავდება ასეთების ყოფილა გვიმოცი ასეთების რა არის ეს არის შეპყრობილობა მონობა გულის სიტყვების მიმართ ეს არის ეშმაკეულობა ეს არის შეპყრობილობა აი მაგალითად გლობალური ხელისუფლება შეპყრობილია ძალაუფლების სურვილით თავიანთი ცრუმესიის მოყვანით რომელსაც ანტიქრისტე ქვია ჩვენს ენაზე ქრისტიანებისა ვიღაცა შეპყრობილია სიცვით მაგრამ ვიღაცა ნარკომანია მოსულან აქ ამ დღეებში შეიძლება აქაც დას ეხლა ღვთისმადლი ჩვენი მრევლი გახდა უტირია უნდა რომ განთავისუფლდეს მარიხუანას ტყვეობისაგან არის შვილების დედა ამავე დროს და ვერ თავისუფლდება და აი თქვენი ქადაგებები მოვისმით იმედი გამიჩნდა წამოვიდა ჩვენ ძალისაგან ვესაუბრე დროთა განმავლობაში ის განეკურნება მარიხუანას ვინც სისტემატურად მოიხმარ ტვინის ქერქი ავადდება ამ ადამიანის იშლება ბოლოს ეს ყველა უნდა გაითვალისწინოთ თქვენ ახლა დაუკვირდით როგორი ტაქტიკა აქვს ჩვენთან ბრძოლისა ჩვენს თანამედროვე მტრებს დასავლეთით ევროპა იქნება შტატები როგორი ტაქტიკა შემოაგდეს სექსუალური რევოლუცია ნარკოტიკები ეგრეთ წოდებული თავისუფლებების და უფლებების ქადაგება აი მაგალითად ისეთ სიგიჟემდე მივიდნენ რომ ამბობენ რომ სხეული ეს არის შენი სივრცე
ეს არის შენი ავტონომია, ჩემი აი ლესბოსელი გოგონა გამოდის კალმით ნახატი, აი ცრებლები მომადგარო შეხვედრა იმ კადრს. რა ლამაზი იყო და რას ლაპარაკობ თავრობის აკლისი რამდენიმე წლის დემონსტრაცია პატარა 10-12 ლესბიანკა და მამათმავანი დგას და ამბობს რომ ჩემი სხეული ჩემია რასაც მინდა იმას გავუკეთებ. სხეულის ავტონომია, ჩემი სივრცე. როგორ საგვარეულო პავლე მოციქულმა რომ მწვერვალი 2004 წლის აიტაცა და მეორე სახარება ჰქვია მის ეპისტოლეებს რომ გვასწავლის რომ რუშობა არის უმძიმესი ცოდვა, სასიკვდილე ცოდვაში შედის და ამბობს რომ ყოველგვარი ცოდვა კლავს სულს ადამიანის, ეს ერთადერთი ცოდვა, როცა სულთან ერთად ხორცაც კლავს, რომელიც ტაძარია, ნუ თუ არის სული წმინდისა. ესე იგი პავლე მოციქულის შესწავლა რომელიც საზრდოობდა ამ სწავლებითაც და მადლიდან ქრისტე მაცხობისაგან, რომელმა 10 მცნებაშიც კი შეგვიტანა იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სწავლება, არა იმრუშო. ეს მოიცავს ეს ორი სიტყვა მრუშობის ყველა სახეობას, მათ შორის სოდომს, ტრანსგენდერობას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ ადამიანები ღმერთს უჯაყდებიან. ამბობენ, უფალო, შეიძლება სადღაც არსებობ გრუბლებში, მე შენ არცნო. ჩემი მამა არის სატანა. ეს გითხრა თავად ქრისტემაც. თქვენი მამა ასეთებს ხედი რომ განართხა ქრისტეს გულელებზე და მტრებზე, თქვა, თქვენი მამა არის სატანა. ანუ მიმდინარეობს საყვარელო გამოფხიზლება, სატანიზაცია მთელი დედამიწის მოსახლეობის, სხვანაირად ვთქვათ, დეევანგელიზაცია, სახარების სულისაგან და მსოფლმხედველობისაგან განთავისუფლება. და ადამიანი რომ ღმერთს დაკარგავს, გაუცხოდება სახარებას, სწავლებას, რა რჩება? ხეთზე საშინელი არის. ადამიანები მართლაც შადიან ისეთ ცოდვებს, რომელსაც ხეთი პირუტყუბრად იმიტომ ვერ მოიფიქრებს, რომ გონიერი სული არ აქვს. აზრეთაც არ მოუვა და სირცხვილის გამო ტაძარში დგავარ, მოძღვარი ვარ და მორწმუნენი, მათ შორის ქალბატონები და ქალიშვილები, ვერ ვიტყოდი რა ცოდვებსია, მაგრამ ალბათ მივხვდი. ამის პროპაგანდირება, ტირაჟირება მიდის პრესა, რადიო, ტელევიზიით. აი რითი გვებრძვიან ისინი. ყალბი იდეოლოგიებით, სოფხედველობებით, სულსწავლებებით, სექტების გამრავლებით და ასე თუ ჩვენ დავიდოთ რელიგიის საქმე და რაღაც დაწესებული ეროვნულმა მოძრაობას უიადის რომ გააუქმა და ამათ აღადგინეს. ესე იგი წასული რეჟიმის რო სააკაშვილის აღადგინეს. ვის უფლებებს იცავს? ეგრეთ წოდებული უმცირესობის. ყველას უფლებებს იცავს და არა მართლმადიდებლობის. მართლმადიდებლურ ქვეყანაში როცა შეიძლება მართლმადიდებლობის საუკუნე მართლმადიდებლები ვარ. აი მაგალითად კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ეკონომიკის სამინისტრო, როდესაც ჩვენ მე და მამა ივანე, ჩემი სულიერი შვილი იყო, დავიწყეთ რომ მონასტერი ავეგო. მივმართეთ თხოვნით, გამოგვიყვეს, ესე იგი მუხადვერდის საფლავს მიღმა ტყეში ძალიან კარგი ადგილი მონასტრისთვის. პატრიარქის კურთხევა ჰქონდა, წარმოიდგინეთ. რელიგიის საქმეთა საბჭომ თუ რა ქვია, ამ დაწესებულებს უარი თქვა. მან არის კიდე ერთი რა შენი საქმეა. მე რამდენი შვილი მეყოლება, 1 თუ 30. მე ხომ მეცნობ. მე მას არ დაუთმობდი, უბრალოდ მოვერიდე ჩვენს პატრიარქს. ყოფას უკირებდი მაგას. ვინ ხარ შენ? პატრიარქის კურთხევა მაქვს. ეკონომიკის სამინისტრო ხელისუფლებამ გამომიყო და შენ ვიღაც ხელოვნურად შეკოწიწებული დაწესებულება ეწინააღმდეგები ამას. თვის მადლი ჩვენ სხვა ადგილი ვნახეთ და ასე შემდეგ. აი ესეთი მდგომარეობა. ამან გააველმურა ჩვენი ხალხი სულიერად. ვეღარ ცნობ ქართველს. აი უცხოეთში წავიდა მაგრამ ქართველი დაბრუნდა, შეხედა, მეუბნები მამო, ვეღარ ცნობ როგორ არის ქართველების შეცვლილება. გარდა იმისა, რომ სამუდამოდ გარბიან საქართველოსთან. ზოგი გაჭირვებამ წაიყვანა, ზოგი ეს გასაგებია და მისაღებია. მაგრამ ვინც სამუდამოდ გაკიდეს, მე ვიცი ბევრი სახლკარი და წავიდნენ დასავლეთში საცხოვრებლად. უკეთეს პირობებში, ასე ვთქვათ. დედა, რომელიც დღეს ესე იგი ძალადობის ქვეშ არის, მისი დედა, თუ ჩრდილოეთიდან, თუ დასავლეთიდან, მიატოვეს. ზოგიერთმა როგორც მითხრა, როცა ყველაფერი კარგად იქნება, ჩამოვიდა დღეს ის მღვდელია. რა მღვდელი ხარ? შენ რა მადლი უნდა გამოვიდეს მეთქი. ამას რო ამბობ, საქართველოს აქ დაბადებული გაზრდილი ტოლბილია სხვათა შორის აფხაზეთიდან. ჩვენი ბრევლიი. შევრისხე ავფეთქდი. შენნაირი წამხდარი ქართველები რა თუნდა ჩვენ სამშობლოს მეთქი. საერთოდ არ წამოხვიდე მეთქი. ორი ბინა იყიდა, იმას ვიღაცამ 3 იყიდა, ნუ ვიღაცამ 30 იყიდა. და უბრალოდ ზოგიერთი ვალებს იყვის, ეს კიდე გასაგებია.
ესე იგი რა, როცა უჭირს დედას მიატოვებ, კარგად რო იქნება, მოხვალ და მერე წილს მოსთხოვ მემკვიდრეობას. სამადლოდ მეზობელმა მოუაროს, დედმა მიშვილმა ვინმე მოუაროს, ვიღაცა მოუაროს. უკეთეს შემთხვევაში ფულს გამოუგზავნი და მოუაროს. და უმეტესობა ამასაც არ აკეთებს. დედას კი არა, ცოლ-შვილს არ აქცევენ ყურადღებას, ბევრი გაცეული იქ. შვილს რომ ამას გაუკეთებ და დედას, არათუ ქართველი არ ხარ, შენს თვალში შენ ადამიანიც არ ხარ, საქონელი ხარ. იმიტომ რომ პირუტყვი არ აკეთებს ამას. ნებისმიერი სახის პირუტყვი აიღეთ, თუ მიატოვებს თავის შვილს და თავს თუ არ გასწირავს მისთვის. ესე იგი რა, პირუტყვია რო ამბობენ. ეს გამოთქვა უნდა შეიცვალოს. ჩვენ უნდა ვთქვათ, პირუტყვზე დაბლა დგას. იმიტომ რომ პირუტყვი ამას არ გაკეთებს. არც ასე უკუღმართულად იმრუშებს. სოდომურად, როგორც ადამიანები იყვნენ. და არც დედას და არც შვილებს არ მიატოვებს. ცოლმა რა დააშორე, ცოლი რატომ უნდა შენ უფალი მოგკითხავს, ახალგაზრდა ცოლი რო დატოვე და იქ ქალებში დარბი ხარ თუ ვითომ ოჯახი შექმნე და სხვა ერიშვილებს ამრავლებ. უფალი არ მოგკითხავს რა სასტურის წინაშე დააყენე შენი ახალი მე ხო მათ აღსარებებს ვისმე. ზოგი მეძავი გახდა. ზოგი სასოწარკვეთილებას შავრებ დეპრესიაშია. ორი მათგანი ვიცი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდა მისი ქმრის ანსაქციელისა და ღალატის გამო. ერთი ორმა მეითხრა რომ შვილებს ვერ უყვებავ და იძულებული იყო სხეული გაეყიდა. იმრუშა, მრუშობის გზას და ვის მოკითხარ თუ არა პირო ყოვლისა ქმარს. პავლე მოციქული ამბობს მათთვის რა ავტორიტეტია, მაგრამ ჩვენთვის უდიდესი ავტორიტეტია. ცოლ ქმარზე ლაპარაკობ, შევსამსო. დედაკაცის სხეული არ არის მხოლოდ დედაკაცს, არამედ მამაკაცს, მისი ქმრისო. და ქმრის სხეული არ არის მხოლოდ ქმრის, არამედ მისი ცოლის. ორი ერთია გვირგვინობის საიდუმლოებაში. ესეც არაფრად აღარ მიაჩნია. არანაირი სინამდვილეში დადებითი ფასეულობები ასეთ ადამიანებს აღარ აქვს. ეგრეთ წოდებულ ახალ ქართველებს. შემოდის რა სულიად უცხო და ვერ ხდებიან ეს ბრიყვები და გონება შეზღუდულები, რითი ამარცხებენ და ებრძვიან ქართულ სულს. და დღეს აღარ უყვართ ეს შენი ქართული სული არ უყვართ, არც წარმომავლობა, ზოგს ერწყმინება კიდეც, ასეც არის. მაპატიე პირდაპირ ვიტყვი, ზანგების კვარტალში ცხოვრობენ, აქედან რომ მიდიან, აქ ჩამოდიან და ზევიდან გვიყურებენ რა. აღარ მინდა უფრო დაწუნმანებით მოყვებით, რომ მათ საუბრებს და აღსარებებსაც ვისმენ. ვინ არიან და რას არ მოადგენენ. ღმერთმა ყველა ამას სინანული მისცეს საცხოვნებელად სულისა. შენ წახვალ თუ წამოყვალ, წარწმენდილი ქართველი. საქართველოს გადარჩება, იმიტომ რომ ღმერთმა ინება. იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება აქვს მას. და არ შეუძლია უარი უთხრას უფალმა მის თხოვნას. და პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა ღვთისმშობელი მარია ავედრებს მათ ვისაც უყვარს მისი ძედა ღმერთი უფალი იესო ქრისტე. უყვარს თავისი წილხვედრი ქვეყნები. ჩვენმა ისტორიამ დაამოწმა ღვთისმშობელ მარიამის განუსაზღვრელი სიყვარული ჩვენი მოდგმის მიმართ, იბერთა მოდგმისად. აი ჩვენ ამისი ერთგული უნდა ვიყოთ. ჩვენი წინაპრების ტრადიციები უნდა გავაგრძელოთ. მათი სწავლება, მათი სარწმუნოების მოწაფეები უნდა ვიყოთ და არა მათი. ესენი დღეს არიან, ხვალ არ იქნებ ნახე და მალე მოეხაზათ ეს სიტყვა მინდა ვიხმარო, ხელისუფლება რო შეიცვალა. ყოლაფში არიან უკვე. ეს ყიანყრავი დაწესებულები, რომელიც ამარაგებდნენ და ესე იგი ამზადებდნენ უცხო ქვეყნებში ფაქტიურად შეჭრას, რევოლუციებს, გარყვნილებას, ანუ სისხლურ რევოლუციას და სხვა, ყველა ესენი გვერდზე მიწიეს. ზოგიერთ საციხეთ აქ ეხლა იქ შეერთებულ შტატებში საქმე. აი ესეთი დროებითია მათი წარმატებები. ჩვენ იმას უნდა შევუდგეთ, ვისი ნებაც, სწავლებაც და მოქმედებაც არის წარუმატებელი და შეუცვლელი. მამას, ძეს და სულიწმინდას და ყოვლადწმინდა დედას და მადლობა 1000 უყავს ჩვენთვის გაუგებარი მისესების გამო, ღვთისმშობელი მარიამი ჩვენი წილხვედრია. აი ამ ტაძარშიც კიდევ ერთი ზეიმია მისი ახალი სხვა ხატის ყოველთა დედოფალის შემობრძანებით. და ღრმად გწამდეს, რომ აი ახლაც ამ საუბარში იგი ჩვენ შორის არის. რა თქმა უნდა, ხორციელი თვალით ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ თუ ღმერთი ინებებს, არა მარტო გონების თვალით, ხორციელი თვალით, არა თუ ღვთისმშობელ მარიამს და წმინდანებს, წეციურ ძალებს, ხელთუქმნელ ნათელსაც კი ვიხილავთ, როგორც დიდი ღვთისმეტყველი გრიგოლ პალამამოს, მაგრამ სამისო საჭირო განწმენდა საგვარელო. აი ახლა მე რომ ნებისმიერ ქვეყანას თვალებზე ხელი ავაფარო, ვერ დავაბრმავებ, მაგრამ ვერც დაინახავს მეორეს ხელი. ჩვენ გვაქვს პოტენციურად შესაძლებლობაში გონების თვალი მოცემული, მაგრამ ხელი გვაქვს აფარებული ჩვენი ცოდვების სახით. გამიგეთ საგვარელო. ეკლესია სულ ამას შემოღაღადებს. შეინანეთ, განიბანეთ, განიწმიდეთ. რომ ახალი კაცი
აღმოშობოს უფალმა შენში. და გულისხმობ არა მარტო ნათლისღების, ნათლობის საიდუმლოებას ერთშვილთაგანს, არამედ გულისხმობ ყოველ სინაულსაც, აღსარებას, იმიტომ რომ დიდი მამა იოანე მსოფლიო მამა და მასწავლებელი ამბობს, ყოველი გულითადი, გულის შემოსვლებით გამოთქმული აღსარება, ანუ სინანული არის ახალი ემბაზი, ახალი ნათლობაა. საკუთარ წრეში სინანულისა განიბანება ადამიანი და ახალი ადამიანი აღმოიშობა. როგორც დიმიტრი როსტოველი იტყოდა, სულიერი არწივები ამოფრინდებიან ქრისტიანული ემბაზიდან. არწივი კი რა მაღალ სივრცეში ნანაობს და დედამიწაზე თაგვი რა არის, იმასაც კი ხედავს, არაფერი გამოეპარება. დასტური იმისა, რომ უფალი ზრუნავს ყოველი ადამიანის ხონებაზე, თვითონ თავად ნახეთ რა საბრალობელი ხმით ამბობს. მეორე ყოველი ადამიანის გულის კარზე. ცივსა და ქვეყნის შემოქმედია, ანგელოზები ვერ მიხედვენ მის დიდებას. და როგორ საბრალობელად გლახაკივით ამბობს, ყოველი ადამიანის გულის კარზე ვრეკ, ანუ ვაკაკუნე. ეგების ვინმე ვისმინოს და გამიღოს გულის კარები და თუ გამიღებს მე ქრისტე მაცხოვარს მაშინ ჩემთან ერთად მაშინ მის გულში მის არწივაში შევლენ მამაი ჩემი ზეცათაი და სულიწმიდა ღმერთი ადამიანი გახდება ღმერთ შემოსილი ყოვლადწმიდა სამების სადგური ეხლა მოდი ესეც ვიკითხოთ რატომ რეგს ჯოჯოხეთის კლიტენის შეფქნა და შელეცა ჯოჯოხეთი ადამიანი რა არის ღვთის გამარისხებელი არსება დღეს მის გულზე მორიდებით რეგს რომ არ შეაწუხოს ზედმეტად რატო იმიტომ რომ მან ადამიანი ყოველი შექმნა თავისუფალი ნების მქონე არსება ამით არის ხატი ღვთისა ადამიანი პირველ ყოვლისა ამიტომ მის ნებას არ აქვს განსაცდელებით ავადმყოფობებით გონებაშიც ელაპარაკება ხშირად განშის ფათერაკებით ქვეყანაში რაც ხდება, რაც მის გულში ხდება, ოჯახში, საზოგადოებაში ცდილობს დააფიქროს ჭეშმარიტებაზე. და თუ ადამიანი დაფიქრდება, მეტადრე ქრისტეს წმინდა სხეულს მიაკითხავს, ანუ ეკლესიას და განმოხებს გულის კარებს, უფალი შედის მასში. ახალი ადამიანი იბადება, უკვირს, როგორ იზიარებდა იმ მერკანტილურ შეხედულებებს, დაკნინებულს. როგორ სოდავდა და რაც თავარია, როგორ ხალატობდა უფალს, რომლის სული უკვე შეიცნო როგორია, როგორც ესაიას პირით ამბობს, მამა თავის ძეზე და ღმერთზე. ისეთია იესო ქრისტეს სული. ბრწყინავ პატროქს არ ჩააქრობს და ლელწამს არ შემოსავს, არ გასტეხს. აი როგორია სული ქრისტეს. მაგრამ, როდესაც იგი მოვა მეორედ მოსვლით, არა უკვე დამდაბლებითა და ჯვარცმით, არამედ განჟად, ცხოველთა, ანუ ცოცხალთა და მკვდართა, იქ კი მოუდრეკელი იქნება უფალი. იქ აღარ შევის. სინანული, რომელიც მეორეშობა ყოფილა, წრევლი, აღარაფერი აღარ შევის. ის რაც ყველაზე ძვირფასია ქრისტიანობის დედამიწაზე ადამიანის, იქ უკვე აღარაფერს არ ნიშნავს. სამისოთ შენ მოგცა ღმერთმა ცხოვრების წლები და აწლეულები. შენ არ ინდომე. არჩევანი გააკეთე. ეს მისი ნება, ეს მისი არჩევანია დღეს ამბობენ ეს სულ გარკვეული ადამიანები, რომ არც იცი არა ამბობენ სინამდვილეში. კი, შენი ნება იბოზე, იმროშე, იმამათმავლე, ფული იპარე ხაზინიდან თუ კერძო პირებიდან და ასე შემდეგ აღარ ჩაყვები. იყავი ნებიერი თამამი და განცხრობ ამას მიყოლილი. იქ რომ მიხვა გამოთქმა უბრალოდ ასეთი 4-ად მოიხრები. ღმერთის დიდების წინაშე. სანამ ეგ მოხდება, უკვე შენი გარდაცვალება შენთვის უდიდესი განსასწრელი იქნება. წმინდანები ნატრული მოვედ უფალო და გამიყვანეო. უფალში იყვნენ უკვე და უფალი ბაჩი იყო. ესები ინატრებენ ანასე გონიათ, ანუ თუ არადროს მოკვდებიან, ერეწოდებული ცნობადი სახეების კვდებიან, პოპულარული პიროვნებები, დიდი ძალაუფლების, დიდი ქონები, რა არის დაწაიღესთან. არის არაფერი. გარდა სირცხვილისა და ცოდვებისა. რატომ არ ფიქრობენ რომ ისინი მოკვდავები არის? აი ისიც არ აფიქრებს. ეშმაკი ართოს. ყველანაირად ადამიანმა ყველაზე ძვირფასი და არსებითი არის ფიქრობს. მომავალ საუკუნოვან მარადიბულ პეტრზე. ერთობი გოდაორში, ლიკანში, ბაკურიაში, რაღაც სპორტული შეზივრებებიც არის უკვე. მანქანა იქაც როგორც აქ არის საცობები, იქ არის საცობები. ღამის კლუბებში
რესტორნებში ქალები შედიან, ხარებივით სვამენ. მათ შორის არაქსი. კარგი რა უნდა გაიგოს ღვთისმოსავლა დედაკაცმა რესტორანში. სულმავი არ მივიდეს ამ მისნი. კარგი რა უნდა რა მაგალითები უნდა აიღოს იქ. დედები არიან ეგრეთ წოდებული დიასახლისები, სახლში სადილს აღარ ამზადებენ. კაფეში ან რესტორანში ჭამენ ან შეკვეთილები მოაქვს და იმას ჭამენ. მისი ხელი და რო გაკეთებული და მოტანილი. სიყვარული აღარ აქვს. აღარ ჩვილების, აღარ ქრისტე მარტო ახლა ქალებს რომ მივადექი არა თქვენი ხელი. კაცებიც ესევი არიან გადაგვარებულები. შვილები ვერ იცნობ და ვერ იტყვი რომ ის შვილია დედის ან მამის. დანარჩენზე არ მინდა საუბარი. უფალი ჩვენი კი მიუხედავად ჩვენი ღვთის გამარისხებელი ცოდვებისა ტოვებს სოცხლებში. ის ამბობს ერთ-ერთ ფსალმში წინა სარბაკალი. სისკარსაცა მოსყდი ყოველთა ცოდვილთა ქვეყანისათა. წამის ყოფა შეუძლია ნებისმიერ ადამიანის სული გაიყვანოს. და რატო აყოვნებს? სინანულის დროს გვაძლევს და მარტო დროს კი არ გვაძლევს. მადლს გვაძლევს. როგორ? ცხოვრებაში რო რაღაცები ხდება, არ იმსახურე და მიიღე და მადლიერების ხდომაში, მადლიდან მოდის, გიჩნდება. ან ავადმყოფობა შეგატყვია, მე ასეთ ავადმყოფებთან ერთად დავდივარ. საერთოდ არ ფიქრობ და იცის სულის ხონება რა უყვდავება და როცა ხედავე რომ ვერავინ ვერ შველის, ვერც სახელოვანი ექიმი, ვერც თავისი ფულები, ვერც თავისი ავეჯი და სასახლეები, მე ფიქრდება რომ ერთმა პირდაპირ მითხრა რა მიმაქვს და რაზებს რონალდიო მამა თუ რა სისულელეებს და რა მიმაქვს და მადლობა ღმერთს რომ სიკვდილი მალე გარდაიცვალა სიკვდილის ესე იგი ეზიარა შეინანა ასეთი გულახდილი აღსარება იშვიათად მომისმენი იყოს შუახნის დედაკაცი ქალურ ორგანოების სიმსივნე ჰქონდა და რამდენიმე დღეში ის გარდაიცვალა დიდი საგზალი წაიღო ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცი და სისხლი და ამით გარდა მაგისა ამ აქტით ასე თქვაც იარებს აჩვენა რომ ის ქრისტესთან დადგა. იმიტომ რომ ზიარების სახით წმინდა მამები გვასწავლენ არა მარტო ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცი და სისხლი შედის ადამიანში, არამედ თავად უფალი ღმერთი შედის თვით ანგელოსთათვის მიუწვდომელი სახით. როგორი თანამდებობა შედის ადამიანის პირის პოტენციაში, რომელიც ხრალია სინამდვილეში. სიმყრალით არის მარტო საჭმლის მონელების სუნებს და კი არ გულისხმობ იმდენად. იმენა ბილწობას როგორც აი ამ რევოლუციონერ ქალებს მოусმენთ როგორ იგინებიან კანასკნელის სიტყვებით კაცები არ იგინებიან დღეს ასე რებს ლაპარაკობენ რა ქალი იქნება ეს რა დიასახლისი რა ცოლი და რა დედა მიუხედავად ყველაფრისა თუ ადამიანში სინანულია რამდენად ძვირფასია რომ კიდევ ერთხელ მიაღწევ ყურადღება შედის ჩვენი მხრალი პირის პოტენციაში გაებლის ფინსურ სიგზაგებს ნაწალავი რო ქვია კუჭი მე როგორ ხდება მისი შეთვისება ეს ჩვენ არ ვიცით ეს არის საიდუმლოება და განეფინება თუ რწმენით მიიღეს და სინანულით არა მარტო სულს მადლი სიარების მიერი არამედ ადამიანის ხორცსაც, ანუ სხეულს. ამიტომ არის ხშირად სიარების შანს ადამიანები იკურნებიან. თუ გულის შემოსვლებით მოვიდა და არა უბრალოდ თუ მოვიდა როგორც ასეთი. ჩვენ არ უნდა გავიგვერდეს სუფლის ასეთი თამდავლობა, რომ ამ სიბინძურეში შემოდის ჩვენში. მოდი პირდაპირ თქვა. რადგან ჩემი უფალი, როდესაც შობით მოვიდა სულისაგან წმინდისა და მარიამ ქალწულისაგან, ორთავაზრით ხშირად გვითქვამს იყო მეფის შთაომავალი. არ გაჩენილა არც მეფის სასახლეში, არც დიდებულისა. გააშთა სადღაც ბეთლემს იქით ყრუველზე, პირუტყვის სადგომში და პირუტყვის ვაგაზე მიიწვინა. ხო ის საოცრება, ხო ის საკვირველება და თამდაბლობა იქადაგა დაბადებისთანავე. თავისი შობით როგორც ასეთი, მან უკვე იქადაგა თამდაბლობა და იქადაგა ის, რისთვისაც მოვიდა და ვისთვისაც მოვიდა. ანგელოსთა პირით. იმიტომ რომ ახლა ჩობილი იყო, ეხლა თქვენ ახლა ჩობილი არ ლაპარაკობს. ამიტომ არის რომ მიიღო ადამიანური ყველაფერი გარდაცვალეს და ადამიანურ ბუნება დაემორჩილა და არ უნდა ლაპარაკობდეს. ახლა ჩობილი ერთი დღის არც ის არ ლაპარაკობს, განაარძალოს. ის ხომ ღმერთია, მაგრამ არა, შემოვიდა რა ამ სამყაროში, ყველივე მიიღო ადამიანური გარდაცვალისა, კიდე ერთხელ ვიტყვი. დაემორჩილა ადამიანურ კანონებს, შულიც აღასრულა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ მან არასაკუთრებით ერთი დღის შობილმა ქრისტემ მაცხოვარმა არამედ ანგელოსთა რომლების სახურსულებად შექმნა თავად მან შორის ღვთისა და კაცისა
უბრძანა და აგალობა, აწინასწარმეტყველებინა, ის რისთვისაც მოდის ქრისტე, რისთვისაც იშვა ქრისტე. კეთილ რა იგალობდეს. წყემსები თავ დავიწყებით უსმედნენ და უყურებდნენ, უჭრედნენ ამას. უყურებდნენ ცოტა უხეში სიტყვა, უჭრედნენ, ჭრეტა იყო ეს დიდების ხილვა. დიდება იმ მაღალთაში ნატმერცა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორისადო. მისტიურად სივრცეში ამ საგალობელში ანგელოზე მათ ჯვარი პატიოსანი გამოსახეს. აი რისთვის მოვიდა ქრისტე. და იშვა თუ არა, დევნაში მოყვა. იროდ აგრიპა ეძებდა მის სულს. და ისეთი ჟინი ჰქონდა და გაბოროტება, რომ 14,000 ყრმა, სხვა გადმოცემით 154,000 ყრმა ბეთლემისა და გარეშემო სოფლების ამოწყვიტა, რომ ერთი მათ შორის ახლაჩობილი ქრისტე ყოფილიყო. აი როგორ დავხვდი ჩვენთან მოსულ მესიას. ჩეულიერი შვილებმა ბარაბა ამჯობინეს, ჯვარს აწვეს, ჩვენ დღეინდელად დღემდე ჯვარზე ავყავს უფალი ჩვენი ცოდვებით. იმიტომ რომ ღვთისმშობელი მარიამი ერთ-ერთ გამოცხადება ჩემს, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც ცოდავსო და გადასდება ქრისტეს, ჩემი ძისა და ღმერთის ნევეს, ხელახლა აყავს ჯვარს მისთვისო. ხედავ ჩვილო რა ყოფილა ჯვარს ცოდვა, ცოდვიანობა, მეტად რიგ ამოწყვეტელი. ჩვენ როგორც ქრისტეს მკვლელები, პირველ ყოვლისა ასე გავსამართლებით ღმერთის წინაშე. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. ეხლა ყველანი გაჩვენებული ხარ, სიმყუდროვია ტაძარში. ცდილობ გულისხმიერად მოისმენთ, რა ჩვენი არ არის. ჩემი აქ ხოლმე პიუნების თავისუფლება და ის რაც მე მაქვს, როგორც ასეთი 68 წლის ასაკში მოპოვებული. ღვთის სიტყვა. ამას ისმენ. აქედან გავალ ისევ შრიამოლი ატყდება, გნიასი, წრიალი, რაფჭამო, რა ჩავიცვათ. როგორ მოვივხინოთ ამას ამოსუფალი დადარდიანებული ხმით 20 საუკუნისიდან წარმართებებით, ხოლო ამაზე ზრუნავენ. ჩვენ ჭამას მისთვის და ხორცელი სიამოვნებისთვის როდი გაგვაჩინა უფალმა. ჩვენ თავად უფალმა როცა თავდაპირველად შექმნა პირველ ადამიანები ადამ და ევა, ჩვენ სხეული მოგვცა, მაგრამ ამ სხეულს არ ქონდა ის თვისებები, რაც ჩვენ გვაქვს ამ ხრწნად სხეულს. უხრწნელი იყო, რატომ? ღვთიური დიდებით იყო დაფარული. და როცა შესწოდა ადამ და ევა, მე შემოხდა ამ შემოვიდა სიკვდილი წუთის სოფელში და მოკვდავი გახდა ჩვენი სხეული. რას ნიშნავს მოკვდავი გახდა? კი, სხეული თავისთავად ყდება, იხსნება მიწასაგან, მიწასაგან მოვა მიწაში ბრუნდება. სული უკვდავი ტოვებს ამ სხეულს. აი ეს არის გარდაცვალება, უფრო მკაცრად რო ვთქვა. სული ამით არ ყდება, ამით ყდება მხოლოდ სხეული. სული, მაგრამ იმდენად ავართ ამ სხეულს შეჩვეული. ესე იგი მის თვისებებს, ჭამასმა, განსხვობა და ასე შემდეგ ხორციელ სიამოვნებებს. რომ ჩვენთვის ტრაგედია და ჩვენ ამას უწოდებთ სიკვდილი. მადლობა ღმერთ, სასავით ღრმა ქართულ ენაში არსებობს სხვა სიტყვა. გარდაცვალება. რას ნიშნავს? ადგილის ცვალებას. როგორც პავლე მოციქულებს დროებითი მიწიერი სახლიდან, ამ პატარა ტაძრიდან ამოდის სული და გარდასახდება ღმერთის წინაშე, ვიდრე განაჩენს მიიღებს. თუ სამოთხის, თუ ჯოჯოხის სახით. რასაც დასწესა საყვარელო მიწაზე, იმას მოემკის ეცაში. ბევრსაც პატიებს თავის კაცმოყვარებით, ეკლესიის ლოცვას ითვალისწინებს, ახლობელს მოწყალება გაიგო შენ სახელზე, თუ ილოცა თუ უსის ხომ მსხვერპლის შეწირვისას მოგისა, ამას უფალი ყველაფერს გაითვალისწინებს, მაგრამ ასე არ მოხდება, რომ უნამელი ცოდვილი სავსებით ცხონდეს და შევიდეს სასუფეველში. ჯოჯოხეთში შევა, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალ ვინც შევა ჯოჯოხეთში, დიდი შრომა ექნება იმასთან შედარებით, ვინც უფრო უღრმეს შრეებში, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთს ვთქვათ გენიაში იტანჯება. ხოლო მეორედ მოსulis შავს საბოლოოდ მოხდება რა აღდგომა და განკითხვა ყოვლისა სოფლისა და ყოველი ადამიანის ადამიანიდან ვიდრე უკანასკნელ ადამიანამდე მაშინ კი განაჩენი იქნება საბოლოო. ანუ იმედი თქვენ როგორ იტყოდით ხოლმე შანსი. რატო ამობ შანსს როცა არსებობს კარგი სიტყვა იმედი. ბევრი ისეთი სიტყვა შემოვიდა, რომლის საჭიროება არ არის ქართულში. იმიტომ რომ მასზე უფრო ღრმად გამოხატავენ ქართული სიტყვები ამათვე მცნებას. უცხოური სიტყვის ხმარება იმ შემთხვევაშია გამართლებული, ეს ჩვენ მანკიერი მეცა მაქვს სამწუხაროდ თქვენსაგან, როდესაც შესატყვისი არ არსებობს ქართულში. და მაინც რომ ხმარობთ, ეს ჩვენი სნობიზმია. ესე ვითომ განათლებულები ვართ, პროგრესულები ვართ. და ასე მივედებით, მოვედებით სიტყვების ბრახა. ბევრ მათგანს რომ კითხულ, სინამდვილეში არიციან ესა თუ ის უცხოური სიტყვა, რომელსაც ხმარობენ. შინაარსი არ ესმით სინამდვილეში. ყური მოუკრავთ და როცა ადამიანს ახასიათებს ქარაფშუტა როცა და რა თვითყოფადი მოდა საკულა. არსებობს
მეტყველების მოდა, ჩათულობის თუ არ ვიცი, ალბათ რომ გახდილობის უნდა დავარქვა, გახდილობის მოდა. არსებობს მოდაშია დღეს სექსუალური გაუღმართებანი. აი სოროსი აფინანსებს როგორც ეს ულტრამილიარდერი, ებრაელი წარმოშული. ეს არის მარაზმატული პიროვნება, ასე უწოდებენ მას დასავლეთშიც კი, ევროპაში და ამერიკაში. ეს სექსუალური ფანტაზიები მისი ფულებით ფინანსდება. თქვენ რომ იცოდეთ, აქამდე ყოველ შემთხვევაში ფინანსდებოდა და ეს რევოლუციები და ძირითადში მისი ფულიდან მოდიოდა. ამ გახსნილმა მოხუცმა აღარ იცის როგორ გახსნას კიდევ კაცო. ეს არის სატანის ანგელოზი პირდაპირი მნიშვნელობით. მაგრამ რა კი ღმერთი ტოვებს ცოცხლებში, მათ შორის სოროს, ჩანს უფალი ჯერ კიდევ აძლევს დროს. ჩვენ ვართ მორწმუნეები. ჩვენ უნდა გავარჩიოთ ცოდვა და ადამიანი ცოდვილი. ცოდვილი ადამიანი უნდა გვიყვარდეს და თანაუგრძნობდეთ და ვცდილობდეთ თუ ლოცვით, თუ ვიცნობ პირადად ხილები თუ სწავლები, რომ გონს მოვიყვანოთ. ჩვენ უნდა ვძულდეს ცოდვა, რომელიც არის ჩათესლილი მათ შორის სოროში და თვითონ ჩვენთანაში. ზოგში მეტად, ზოგში ნაკლებად. მაგრამ ყველა აკითხავში თქვი საჭიროებს კურნებას ღვთის მადლით, რომელიც ღმერთმა თავისი მცდელი ნებები მოგვიპოვა. წარმოს პევნაზეც როგორც იყო ნაცინასწარმეტყველების სამყუროში, და ეს მადლი, რომელიც წარხოცა ერთმესამედ ანგელოზებს, მისცა წმინდანებს. დაცემული ანგელოზების რიცხვი შეევსება წმინდანთა მიერ. და როდესაც უკანასკნელი წმინდანი შევა სასუფეველში, აი მაშინ ექნება ადგილი დიდებით დაბრუნებას. მაგრამ ეხლა წარმოიდგინე, რომ ადამიანმა საერთოდ არ იცოდეს სწავლება მეორედ მოსვლაზე. ალხეინად იქნება. კაციშვილმა არ იცის როდის იქნება, იქნება, არ იქნება. ამიტომ ღმერთმა ბევრი ნიშნები მოგწვა, რომ ეს ნამდვილად იქნება. მათ შორის წინასწარმეტყველებში, მაგალითად, ქვეყნიერების აღსასრულე მახვილდება მიხვდებით იმით, როდესაც შეიქმნება ევროსახლი თავდაპირველად 12 სახელმწიფოდ მერე მიემატება გასაოცარი სიზუსტი, 5 წმინდა მამა, სხვა ეროვნებით, მაგრამ ყველა აღმაყენებელი ნილოს მდინარი დაწყებული და ესე იგი ნეოფიტე კონსტანტინოპოლი დასრულებული თუ რუმიდელისა ერთხმა სხვა ეპოქის შვილები და ერთი ღმერთის მოწაფეები ამბობენ 1992 წელს ევროპის კონტინენტზე თავდაპირველად 12 სახელმწიფოს აქ პაროდია ქრისტეს 12 მოწაფეს ეშმაკის მიერ შეიქმნება ევროსახლი. როდესაც ეს მოხდება, იცოდეთ, მალე იქნება ქვეყნიერების საქმე. მანამდე რა იქნება? ამბავი, ესე იგი ომები და ამბავი ბრძოლათანი. რაც მიმდინარეობს. რომელსაც უკვე ამბობენ, რომ ეს ომები გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში. კიდევ რაც ვიხადის მომავალი ვინიცის. ავიღოთ თუნდაც იგივე გრენლანდი, არა მარტო რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც სულს კანადა და კიდევ რა ფანტაზიები გაეღვიძება ვინიცის. ეს უმრად არ მოხდება. მაგალითად ეხლა უკვე გაისმა, რომ გრენლანდია სჭირდება რუსეთზე თავდასხმისთვის, შეერთებულ შტატებს და ასე შემდეგ. ეხლა ზოგიერთი მამოარყიდა ეს პოლიტიკა ერთ-ერთმას დავიწერა პოლიტიკის გარეშე ვისაუბრებ. არ არის დღეს ადამიანი აპოლიტიკური. ჯერ კიდევ თომას მანი ამბობდა მეთქი მე-20 საუკუნეში, როცა მოახლოვდა მეორე მსოფლიო ომი. დღესაც არავინ არ არის. ილიკო, ილარიონი და ჩვენ ყველანი საუბრობთ მეტნაკლებად პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. როდესაც ჩვენს თვალწინ ხდება ეს მრისხანე მოვლენები, ანუ ახდენა ხდება წინასწარმეტყველების, ჩვენ უფრო გაფრთხილებულები ვიქნებით. და წმინდა მამები გაგეყიდებათ, იმდენად უყვართ ადამიანი, კონკრეტულ დაიგებასა, ყოფითსაც კი გვაძლევენ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ამ ნიშნებს ვიხილავთ. ერთი ნაგლეჯი მიწა მაინც იქონიათ სოფელში. მზები დარგეთ ჩრდილოეთის ხარეს, წყლებს იზიდავენ, იმიტომ უცხლოობაც იქნება ეს პრობლემას დედამიწას. უკვე ნიშნები არის ბევრ ქვეყანაში, რომ თავზე გადაგვდის და უცხოელებს მივყიდეთ წყალი. ასე როდი ხდება სხვაგან, მრავალ ქვეყანაში, აფრიკის პირობებისა და აზიის. კეთილი რომ რისთვის რატომ უნდა შეიძლება რომ ანტიქრისტეს სხეული მეფობისა, როცა ელექტრონულ საკოლთაო კონტროლში მოაქცევს, ეცდება ყველა ადამიანი და ვერავინ ამ ნიშნის გარეშე ანტიქრისტეს ვერც იყიდის და ვერც გაყიდის, ანუ შიმშილი სიკვდილისთვის არის თითქოს განწირული, თქვენ გქონდეთ თქვენი პატარა ბოსტანი, გქონდეთ წყალი ბზის ძირებში, როგორმე გადაირჩნოთ სული, თუნდაც ტალახი მოზილეთ, როგორც ქიმონასული მაკარი ამბობს, ჯვარი დასახეთ ილოცეთ და უტყდესპურებად შეგერგებათ. ჩვენ ღმერთი არ და ვინც ჩვენთაგან ღმერთს არ დატოვებს, მიუხედავად ამ გაჭირვებებისა, ცთუნებებისა, სასტურებისა, მას ღმერთი არ დატოვებს. გახსოვთ, ამას წინათ გაგაცანით ორჯერ მოგიკითხეთ ერთ-ერთი თანამედროვე მამის
გამოცხადება კუნძულ პატმოსზე, სადაც ივანე მახარებელს ჰქონდა აპოკალიფსური გამოცხადება, 5 კონტინენტის ანგელოზი ნახა და უწინასწარმეტყველეს რა მოვლენები კონკრეტულად რომელ კონტინენტზე რა მოხდება. მაგალითად სამხრეთ კავკასიაში ახლო აღმოსავლეთში სისხლის ტბორებია, დიდი ომები იქნება აქ. ეს უკვე ჩანს სომხეთს აიარაღებს საფრანგეთი, ირანი მათ მხარს უჭერს, აზერბაიჯანს თურქეთი, დასავლეთს ნატოს ბაზები აქვს უკვე თურქეთში, თავისი ინტერესები აქვს გეოპოლიტიკური, რუსებს თავისი. და ბრძოლის ველი არის სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი. ეს უნდა ვიცოდეთ, მაგრამ იქ რა წერია, რისთვის მომაგონდა ეს წინასწარმეტყველი. დაიკითხა ეს მოძღვარი თანამდებობით. კი, მაგრამ შენ მორწმუნებს ამ საშინელ განსაცდელებში დატოვებო? მე ჩემს მორწმუნეს ანგელოზის პირით, ხო? არასდროს არ დავაგდებ, არასდროს არ დავტოვებ. მე მასთან ვიქნები. ეს რომ ვიგრძნოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ უფალთან. ადამიანი თუ ტლუარი, ურწმუნო და სხვა მიმართულებით როგორ უნდა იყოს უფლის სიახლოვე? არ შეძება. ძალიან შორს გადავხორცნა სიტყვა, მაგრამ ვფიქრობ არც თუ მოადგილოთ და უმიზნოთ. ეხლა საკუთრივ ერთ-ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ წმინდა ღირსმოწამე ევდოკიას ცხოვრებიდან. ნიშნად იმისა და დასტური იმისა, რომ ღმერთი შეეწევა ყოველ ადამიანს, ყოველი ადამიანის მოქცევა და ჭეშმარიტების გზავნილ დაყენება უნდა. ეს იყო პირველ საუკუნეში ქრისტეს შობის აკეთი. ქალაქ ილიოპოლში ჩვენ რომ ვახსენეთ, ცხოვრობდა ერთ-ერთი წარმოშობით სამარიტელი დედაკაცი, გარეგნობით იყო ულამაზესი. მან გარეგნობა გაიხადა შემოსავლის წყაროდ. სიძვის გზით დიდ ძალის სიმდიდრედ დააგროვა, ჩავიდა მერე ილიოპოლში, იყიდა ძვირფასი სახლი და აგრძელებდა ნებიერ განსხვავებით ცხოვრებას. მაგრამ ღმერთმა იგი არ უგულებელს ხო. რადგან ყოველივე უწყის ღმერთმა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რაც კაცია, იცი შინაგანი კაცი როგორია. და ერთხელაც შორეული ქვეყნიდან მოეშურება ერთ-ერთი ბერი გერმანე, რომელსაც ილიოპოლში როდესაც შევიდა, შემოაღამდა, იკითხა, სად შეიძლებოდა რამის გათება და მიასწავლეს სახლი, რომელიც ნაწილი თავის სახლის გაქირავებული ჰქონდა სასტუმროდ. იქ ეხლა მას ბევრი არაფერი გააჩნდა, ამიტომ ძალზე პატარა რაჭულად ვთქვათ, ოთახუკა შეხვდა, ოთახი დაკნინებული იყო, ძალიან პატარა ოთახი, მეც ვერ გადაიხდიდა. მთელი ღამე მან გაატარა ლოცვაში. შემდეგ კი გათენებისას დაიდო მუხლებზე წიგნი, რომელსაც განუყრელა თან ატარებდა, ეს იყო წმინდა მამათა დარიგებები და ხმამაღლოდ დაიწყო კითხვა. თუ რა ემართება ცოდვილ ადამიანს, თუ კი არ შეინანებს, როგორ წარწყდება ჯოჯოხეთში, რა საზარელია ეშმაკთა გამომეტყველებაც კი იერსახე და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ იყო დარიგებები, თუ რა არის სამოთხე, რა სულიერი მდგომარეობა, რა სავანია უფლისა, რა ადგილებია მას შეურსუფალობა, ადგილები მრავალ არჩევის ზეციური მამის სახლში, როგორია ანგელოსი, მთავარ ანგელოსი, რა დანიშნულება აქვს ისაგან, რომელ ანგელოს რა მადლი, ძალაუფლება და ხელმწიფება მისცა ადამიანზე. აი ჩვენც ეხლა ხანს თარგმნით, თვენახევრის წინ გამოვეცი წიგნი 7 მთავარ ანგელოს. გამოწვლილვით არის ლაპარაკი ის რა ბუნება და რა დანიშნულება აქვს ღვთის მიერ. და ყველა ესენი არა მარტო ღვთის წინაშე არის სამსახურისულები, არამედ ადამიანისთვისაც დადგენილი არიან სახურსულებად, შეწევნად. არა მარტო პირადი ანგელოსი, რომელსაც ნათლისღების იღებდა, არამედ ყოველი ანგელოსი თავისი ბუნებით ხელმწიფებით. არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ ქვეყნებს, ერებს და ასე შემდეგ თავისი მფარველი, აი რომ ჩვენ ვახსენებთ 5 კონტინენტის ანგელოზიც კი არსებობს და სხვადასხვა. ხოლო თელს ქვეყნიერად ზედა მოსდგომიან მთავარ ანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, რომელთაც უშუალოდ იხსნეს ანგელოზთა 2/3, როცა სატანა აცტუნებდა ლუციფერი დანარჩენ ანგელოზებს და გარდა მოსთხრიეს უშუალოდ ზეციდან დედამიწაზე. ამიტომ ღმერთმა ეს ანგელოზები დაადგინა ზემდგომ ანგელოზებად, ყველაზე მაღლა დააყენა ანგელოზებისა. ნუ მოკლედ ამ ყველაფერს კითხულობდა გათენებამდის.
ანუ იყო მოღვაწე, განდეგილი იყო და ეპისკოპოსის კურთხევით შორეულ ქვეყანაში წავიდა, აღასრულა რაც დაევალა და გზად მოდიოდა ელეოპოლში და თურმე ოთახი, რომელშიც ის იყო, ყველაზე უსარგებლო, ასე ვთქვათ, იმ სასტუმროში, მხოლოდ პატარა ხის ფიცრით ყოფდა იმ საძინებლისგან, სადაც იძინებდა ხოლმე ევდოკია. შუა ღამისას ხმაზე გამოეღვიძა, ყური მიაღო, ერთბაშად ვერ გაერგვა, ეგონა რომ სიზმარში ესმოდა ეს ხმები, შეძრწუნდა ყოველივე იმისგან, რაც მოისმინა. მთელი ღამე, რაც დარჩა გათენებამდე, წამომჯდარი ლოგინში ისმენდა ესე იგი წაკითხულს ღირსი გერმანესაგან. გათენებისას სასწრაფოდ შეიმოსა, მსახური გაგზავნა და დაუძახა ბერს. დაეკითხა, ვინ ხარ? საიდან მოხვედი? და რას კითხულობ, რასაც შენ კითხულობ, რადგან რასაც შენ დამალა ის შეძრწუნება, რომელიც ჰქონდა, რასაც შენ კითხულობ, ამაფორიაკა. წმინდა გერმანეს დაუჩნდა და ღვთის სიყვარულისთვის მოუთხრო ნამდვილი შინაარსი ქრისტიანობისა, ასე იგი სწავლება წარწმედაზე, სულის ხონებაზე, სულ მოუთქმელად, ასე იგი ისმენდა ამას ევდოკია. ისეთი ცინანულში ჩავარდა, ვერ სწავლებას თქვა, აი რაც შეიძლება გავაკეთო, რომ ღმერთმა მაპატიოს. და აღიარა მე აღსარებად ხო პრაქტიკულად, იმიტომ რომ წმინდა მამებია მოძღვართან ზოგიერთი საუბარი ტოლფასია მასთან აღსარებისა, იმიტომ რომ თავის საიდუმლოებზე ელაპარაკება მას. ერმა დაუწესა, რომ 7 დღე და ღამე კაცრად ემარხულა და ელოცა, რომ ღმერთს მოეტევებს, რომ მეც ვილოცებო შენთვის. ღმერთმა წყალობა მოიღო ევდოკიაზე. გოლითადის სურვილი გაუჩნდა, რომ დაეტოვებინა ცუთი სოფელი, მხოლოდ სულის ხონებაზე ეზურა. თქვენ ახლა იტყვით, რომ რა მოხდა სხვებსაც, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, საგვარელო იყო უმდიდრესი ადამიანი, იყო ულამაზესი და მიჩვეული გარყვნილ ცხოვრებას. ესე ადვილად მოეტყვით მაგას. მაგრამ მასში მოხდა ეს ფერიცვალება. ამის შემდეგ გერმანეს ლოცვა კურთხევით, იქაური მხარის ეპისკოპოსს გადასცა თავის სიმდიდრე და სთხოვა, რომ ლახაკებისათვის დაერიგებინა, შენ უკეთიც ვინ არის დაჭირვებული. თავად წავიდა ჯერ მოინათლა, შემდეგ წავიდა მონასტერში, დედათა ერთ-ერთ მონასტერში და დაეყუდა და ისე წარიმართა სულიერად, რომ სულ რაღაც 11 თვის თავზე იღუმენიათ, ანუ თავის წინამძღვრად აირჩიეს. იმდენად ღვთისმსხურიერი ადამიანი შეიქმნა. სინანული ჰქონდა ღრმა და სინანულის კვალობაზე ღვთისმეცნიერებაც მიანიჭა უფალმა ღმერთმა და კეთილგონიერება. მოკლედ მოინათლა როგორც მარსოს სადღაც 95 წელს ქრისტეს შობის აქეთ და 152 წელს დაასრულა თავისი ცხოვრება და რაგზით. მისი სახელი განეთქვა მთელ სიმხარეს. მრავალი მოიქცა მისი მაგალითი, მისი საუბრებით, მისი უწყალე წყალობის მოქმედებით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. საბოლოოდ ტრაიანეს დროს მოინათლა, ცხოვრობდა და საბოლოოდ იმპერატორის ანტონინეს დროს ეწამა. იგი შეიპყრეს ქრისტეს აღსარებაში, დევნა იყო სასტიკი თქვენ იცით და ეს იმპერატორი, რომელიც მოწყალე იყო სხვა ერების მიერ, ქრისტიანთა ერს დევნიდა განსაკუთრებულად. მათ შორის მოყვა ევდოკიაც, უარი ვერ ათქმეინეს სარწმუნოზე, სასტიკად აწამეს და ბოლოს სიკვდილით დასაჯეს. აბა ახალგაზრდობაში ევდოკია იფიქრებდა, რომ ასეთ ღვთისმსხულიერ გზას გაატარებდა უფალი. ეს მისთვის იყო წა, არც მისწომოდა მისყოლ სწავლება ქრისტესზე, რამაც განაფიქრა და ესე იგი დააფიქრა და აფორიაკა კიდეს თავდაპირველად. დასასრულ ჩვენი საუბრისა 2-3 დღის წინ ვიჯეთი ჩემს საყვარელ საწერ მაგიდასთან, წმინდა მამებთან, სხვანაირად რომ გითხრა და ვფიქრობდი ჩემ სიბერეზე, გარდაცვალებაზე, რა დროგაზე მეც ვფიქრობდი, როგორც სიკვდილის თვალებში უყურებ, სიკვდილით სიცოცხლე არ თავდება, პასუხი უნდა მიიღო, გაგონდება სიბერეში ბევრი აღნიშნავს, შენი ბავშვობის ეპიზოდებიც კი, ისეთი რამ რაც აქამდე არ გაგახსენდებოდა. და თითქოს გასაშლელად მიგავს შენი სული უფლის წინაშე ამ შინაგან ფიქრებში, გულის სიტყვებში. და ჩემმა გულმა ამოთქვა ამ განშის შემდეგ ამგვარი ლექსი, სადაც ჩემი შეხედულება და სოფლგანცდა გადმოვეცდა, რომელიც ფიქრობ ბევრისთვის საზიარო და აქედან გამომდინარე ვაძლევ თავს უფლებას კიდევ ამოგიკითხვით.
ამ დროს ხშირად გაგონდებიან შენი მშობლებიც, მეტად გარდაცვლილი მშობლები. მშობელთა ხსოვნა თავშესაფარი, ხოლო საწუთრო სხვა ბობოქარი, რწმენა ქრისტეში ჭური და ფარი, თავადი სოფლის ეშმა შფოთვარი, წლები მისდევსლებს, გზას მივუყვები, რომელიც არის თავად უფალი, მასთან მისვლისას მას მოუყვები, წუთი სოფელში ვიყავ მწუხარი, რა ვეცემოდი ის მაყენებდა, მას შევსტიროდი, მან უგეშებდა, ვნებათა ღელვას დააყენებდა, როს ვინგრევდი კვლავ მაშენებდა. მე მწუხრი დადგა, ფიქრობ ცხოვრების, ჩურჩულით ვამბობ, ნება უფლის, იმედი არ მაქვს სულის ხონების, მართალი ძნელად გადარჩეს უწინ და მაინც ვბეთავ და შევღაღადებ, შენ შემიწყალე უხირსი მღვდელი. რაითა მღვდელისა და ერისა ერთობით ვადიდებდი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აზდა მარადის და უგუნითი უგუნისამდე. ამენ.